მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიმყოფებით იტალიაში, ვიგო რენდენაში. კომპანია პესკიჩოლტურა ბურნის თევზ საშენში. ტრენტინოს ეს რეგიონი ცნობილია თავისი კრისტალურად სუფთა მთის წყლით, რომელიც ადამელოსა და ბრენტას მყინვარებიდან მოედინება. სწორედ მდინარე სარკასეს უნიკალური რესურსია საფუძველი ამ თევზ საშენის, რომელიც საუკეთესო პირობებს უქმნის თევზის ზრდასა და ჯანმრთელობას. აქ გამოყავთ და იზრდება კალმახის სხვადასხვა სახეობა: ირიდეა, ცისარტყელა კალმახი, მდინარის კალმახი, მარმარილოსა და ალპური კალმახი. მთის ცივი წყლის გამო გამოზრდის პროცესი შედარებით ხანგრძლივია დაახლოებით 18-დან 24 თვემდე. სამაგიეროდ დადებითად მოქმედებს თევზის ჯანმრთელობასა და ხარისხზე. საქმიანობა მოიცავს მეკალმახეობის სრულ ციკლს, დაწყებული სადედე ჯოგებიდან და რეპროდუქციული განყოფილებისგან დასრულებული ინკუბაციითა და ილიფსიტების გამოზრდით. აქ მთავარი პრიორიტეტი ხარისხია. თევზ საშენში ყოველდღიურად კონტროლდება წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, რისთვისაც საწარმოს ზღვის მეგობრების საერთაშორისო სერტიფიკატიც აქვს მინიჭებული. კვების რაციონი კი მხოლოდ მაღალი ხარისხის თევზის საკვებს მოიცავს, რაც ოპტიმალური ზრდის გარანტიაა. ტრენტინო კალმახის მოშენების ნამდვილი სკოლაა, სადაც ისტორიული ტრადიციები თანამედროვე ტექნოლოგიებთანაა შერწყმული. აქ არა მარტო თევზი და ქვირითი იწარმოება, არამედ ლიფსიტებით და ქვირითით მარაგდება სხვა თევზსაშენები იტალიასა და 35-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში. ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში შეპესე სოფოს კალმახი.